საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. გუშინდელ ლაივთან დაკავშირებით, როდესაც მე კარგი ხანი არ მილანძღია და მიგინებია ვიდეო ეთერში. წყობიდან გამოვედით ხო ვერ ვიტყვი, მე ერთმა რიგითმა ქართველმა და საქართველოს მოქალაქემ, რომლის წილი საქართველოს იყიდებოდა და იყიდება ისე როგორც ჩვევიათ საერთოდ ამ ნაძირალა ვირთხებს, ჩემი დამოკიდებულება გამოუხატე კაცო ამ ხალხის მართულ სისტემაზე და ქვეყანაზე და ხანაზე და ეხა მინდა ზრდილობიანად გამოუხატავ, მინდა უხეშად გამოუხატავ და ეს არავის საქმე არ არის შემოგარგებო. მე არ ვარ ვალდებული, რომ ამათ ველაპარაკო ზრდილობიანი ენით, როდესაც ეს ხალხი ყიდის ქვეყანას, კორუფციის ჭაობში აღჩობს და როდესაც უსპობს ჩემ ერს, აწმყოსაც და მომავალსაც და ახლა თქვენ ფული გინდათ იშოვოთ, ჯიბეში ჩაიდოთ, გაძღეთ, დასკდეთ, ქვეყანას დედაუტიროთ და დაგვრცინოთ და გინებაც არ გინდათ რომ მიიღოთ. მე გამკვირვებია ზოგადად იმ ადამიანების, რომლებიც ასეთ დროს მე მორალურ პასუხისმგებლობას მაკისრებს. არ ვიცი მე რატო ვარ მე ვალდებული თმენის ვალდებულება მქონდეს ამ კორუმპირებული ჩინოვნიკების მიმართ, რომლებსაც უკვე თავიანთი კლანი ვერ მალავს, არ ვიცი, ვერ გეტყვით, აზრზე არა ვარ. და აი დღეს შვიდათ მინდა გაგესაუბროთ, კაცო, ხო ამბობთ, რომ რატო ვიგინე, წყნარად ცივი გონებით, წყნარი ლაპარაკით დაგილაგებთ დღეს ყველაფერს და უბრალოდ სანამდე ახლა მე მექნებოდეს ეს ამ თემებთან დაკავშირებით საუბარი, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა, თურმე დააკავეს ვახუნხულა სანაია, ხო და დაღუპულათაა თურმე საქმე, რა ვიცი, არ გადაკეტო, ქუჩა არ გადაკეტო და მაინც გადაკეტეს და აქედან მინდა ეს ყვერზო მალაფიას მივმართო, აბა შენიც ყვერზო ახლა და შენმა სექტამ როგორ გამოუცხადებთ სოლიდარობას თქვენ სულიერ ძმას და როგორ მხარდაჭერას გამოხატავთ გმირი ვახუნხულა სანაიას მიმართ. ეს ლირიული გადახვევა უბრალოდ ლაივის დაწყების წინ. სამწუხაროდ კომენტარებს არ მიჩვენებს შემოკარგებო, არ ვიცი რატო. და ბოდიში ხდით. არ ვიცი შეიძლება ვინმე რამეს წერდეთ აქ პერიოდულად ესეთი ტექნიკური ხარვეზი. ახლა მინდა მოუბრუნდე კოცებს რა, აი მოუბრუნდე წყნარად შვიდათ ახლა და კი მინდა დავსვა კითხვები და რომელსაც მინდა პასუხები მივიღო თქვენგან. დღეს გავრცელდა, უпростоრად გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ამ დილას მქონდა ჩემს გვერდზე დადებული, სადაც შავით თეთრზე წერია ობიექტივის წყარო არის ინფორმაცია, ოფიციალური ტელევიზია არის, ზაოდი არის, როდესაც დაჭირდება ამ ხალხს ლანძღავენ და აგინებენ კოცებს და როცა ჭირდებათ და კოჰაბიტაციაში არიან და უправებენ, ხან არჩევნებს უправებენ, ხან სალომე ზურაბიშვილის ეთყობა ფული შემოაგდა ბოლო დროს ირმუშკას და ქარხანას და როგორც ჩვევიათ საერთოდ ქართულ პოლიტიკურ კლასში ასეთი პოლიტიკური ფინანსური შიმშილის დროს უნდა გამოაჩინონ ეს ბინძური საცვლები და გამოაჩინეს ეს ბინძური საცვალე დაუთვლიათ, ეხლა მაგათ მეტი საქმე არ აქვს, ჟურნალისტები არიან. არა, ამის გადამოწმება რთული საქმე, მით უმეტეს თქვენი რო იყოს ეგრევე უარყოფდა სახელმწიფო გამправებლები და ძალები იტყოდნენ, რომ ეს ასე არ არის. როგორც ინფორმაციიდან ჩანს, აგერ ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ჩინოვნიკებმა პრემიის სახით და დანამატების სახით, საერთოდ ეს მათთვის ძალიან საკრალური მხარე არის კოცებისთვის, 527 მილიონი მიიღეს რა, ეს კოცების პოლიტიკური კლასი. აქედანვე ჩანს ხელწერა იმისა, რომ ახალი მმართველი მოვიდა, მას ჭირდებოდა ძველი ჩინოვნიკების ლოიალობა ეყიდა, რომელიც თავის დროზე მიყიდული იყო ღარიბაშვილზე და ასე შემდეგ და მათი წახალისება და მათი ნდობის ყიდვა სახელმწიფოს ხარჯზე ფულით
მოახერხა, არ ვიცი, ჯერ საერთოდ რას აკეთებენ, მე ვერ გამიგია ესენი, მაგრამ 527 მილიონის პრემიას და დანამატს რაში იმსახურებენ, მე საერთოდ ვერ ხვდები და ეხლა მინდა გკითხოთ, აი კოცებს მინდა გკითხოთ. ბიჭო, გუშინ წინ ისევ ეს თქვენმა გუნდმა ამოაგდო კორუფციული სკანდალი, სადაც თითქმის 2 მილიარდ ლარზე იყო ლაპარაკი, რომელიც გათეთრდა. აი დღეს პრემიერ-მინისტრი, უშიშროების მინისტრი, თქვენი ნაჯერნაცების დროინდელი პროკურორი, მე თქვენი პროკურორი, თქვენ ვიაღწარით საქმეები, ამოალაგეთ აგერ ახლა ეს 7 მილიონზე არის ლაპარაკი, მაგრამ ახლა იქ ბიტკოინებში და იმაში რამდენი არის ჩადებული ფული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ღმერთმა იცის, აი ეს თქვენი, არ ვიცი, 25 ლოკაციაზე ჩავატარეთო და ახლა ერთ-ერთი ოქროულობა და ზარაფხანა აგერა დაწყობილი ხორაკი. ბიჭო, გამეცით პასუხი ახლა ეს ვინმეს სხვისი ნათქვამი რო იყოს, აი ნაცების, როგორც თქვენ გჩვევიათ, ვინმეს მოგონილი ის რო იყოს, მაშინ შეიძლება რაღაცა ეჭვი გამოხატოთ. ელემენტარულ კითხვას გისურვებთ, კაცო, ეს თქვენი პროკურატურა ხო არის? ეს თქვენი უშიშროება ხო არის? ეს თქვენი ჩინოვნიკები ხომ არიან? ხომ არიან ვინმე სხვა ხო არა, ვინმე ხო არ ჩაგიდეს ვინმე? ბიჭო, ეს კაცი ბიზინა ივანიშვილი თქვენი ლიდერი ხო არის? რომელმაც ნაცებზე და ჯერ ნაცები მოიყვანა და დააფინანსა და აღიარებული აქვს, ხო, ახლა მე ხო არ ვაბრალებ ამას. დააფინანსა ნაცმოძრაობა რევოლუციაზეც, მერე კოჰაბიტაცია გამოაცხადა და ასე შემდეგ თქვა და ეხლა საერთოდ ხელშეუხებელი გაუშვა პენსიაში, აცტავკაში ეთქვა დიდ დამსახურებებით ჩაიდინეს ქართველი ერის მიმართ და პოლიტიკური საქმიანობას გაანებე თავიო და როგორც ხრუშჩოვი გაუშვეს პენსიაში იჯექის სახში შენთვის და აკნატუნი აწი პენსიაო, ისე გაუშვა ეს ნაცების სახში და ბიჭო, თქვენი წმინდა ბიზნეს მოყვანილი არ იყო, მე ხო არ ჩამიდვია კაცო თქვენთვის ერთი პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი, ჯერ მესამესთან გული არ აცრუებია. ერთი პრემიერი, მეორე პრემიერი, მესამე პრემიერი, მეოთხე პრემიერი, თქვენი საყვარელი ღარიბაშვილის და ამათ მოყვანილი არაა, ჩემო კარგებო? ელემენტარულს გეკითხებით, იგივე ის რა ქვია თავდაცვის მინისტრი, რომელიც ახლა დაიჭირეს, ყოფილი მინისტრები, რომლებზეც სისხლის საქმეები, სამართლის საქმეები არის აღზრული. ბიჭო, ეს ხო თქვენი, აი ახლა არ გაგინებთ, აი ხო არ გინდათ გინება, აი ხო არ გინდათ, რომ თურმე მე ვიგინები და ვილანძღები და კიდევ ერთხელ ვამბობ, არ უნდა ვკაცო არაფერს, რა ვიგინები კი არა, რო შემეძლოს სიმართლე გითხრათ, ამდენი ღალატისთვის არ უმალავ, არც ამას არ უმალავ, რო შემეძლოს და რომ ვიყო მე და ქვეყანაში იყოს სამართალი, რომ დახვრეტის მუხლი მუშაობდეს, ნამდვილად დაგხვრეტით ყველა კორუმპირებულ ადამიანს იმ დროს, როდესაც ერი შიმშილობს და აქ ჩვენ რო თავზე გადაგვდიოდეს, ისეთი ქვეყანა ვიყოთ, ჯანდაბას თქვენი თავი, მაგრამ ერი წყდება, ერი შიმშილშია, გინდა დემოგრაფიას ჩახედეთ, გინდა მიგრაციას ჩახედეთ, შობადობას ჩახედეთ, ელემენტარულად რა ხდება, აბორტებს ჩახედეთ, რა ხდება, ავადმყოფობის გამო ქვეყნიდან გადინება მოსახლეობისას ჩახედეთ, რა ხდება და თქვენ ამ დროს შექმნილი გყავთ თქვენი საშუალო ფენა ქვეყანაში, სადღაც 10-15% ერის მოსახლეობის 10-15%, რომელიც ყველა დაკავშირებული არის ამ ნაცკოცურ რეჟიმთან, ზოგი თავისი იმითი ტენდერებით, ზოგი სახელმწიფო სამსახურებით, ზოგი ამით და აი ამ აპარტეიდში ახდენთ ქვეყნის მართვას და დანარჩენი 80%, 85% თქვენ არ გაინტერესებთ. ჩვენ ვართ ეს გაჭირვებული, გაღატაკებული, გაქცეული, გამწარებული ხალხი აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც თქვენ ფეხებზე კიდიათ. და რასაც მე გითვლით, ეხლა რაც არის ეს ჩამოთვლილი. კაცო, ვინმე აი ელემენტარულს გეკითხებით, ვინმე რამეს გაბრალებთ? გაბრალებთ ვინმე რამეს? ხო არავინ არაფერს არ გაბრალებთ. ისევე როგორც არავინ არაფერს არ გაბრალებთ, იგივე საყდრისთან დაკავშირებით, ხო? როგორ გაანადგურეთ ერის ისტორია და გადააბარე, კი, ნაცების დროს იქნა გადააბარებული, თუ ქოცების დროს რეალიზდა ეს ყველაფერი, უქროსაბადო ჩააბარეთ და მიაქ ვიღაცას. როგორც თქვენ ჭიათურას მოეკეცით. ასეთები შემიძლია მილიონობით ჩამოგითვალოთ. თქვენს მიერ ჩამოყვანილი სატაშფანდურო, ესა რა ქვია, ცირკი, რომელსაც ატარებთ პერიოდულად არჩევნების წინ თუ ასე შემდეგ, აი, ბიზნეს ციცინათელაში, რომ 70 და 80 მილიონი იხარჯება. აი ელემენტარულ კითხვას გისვამთ, ამას თქვენ ხო აკეთებთ?
ეს ხო თქვენი გაკეთებული არის. ეხლა გასაგებია ბოზს ყველა ბოზი გონია და მაძღარს ყველა მაძღარი გონია. მით უმეტეს საქართველოში თუ ვინმე ოდნავ გამოძღა და კუჭი გამოიბერა, იმას ის უკვე გაჭირვებულს ვეღარ ხედავს ქვეყანაში, იმიტომ მისნაირ კუჭ გამომძღებთან აქვს მარტო საქმე და არავის და არაფერი არ აინტერესებს იყოს ბიზნესად დიდხანს. არა ეს ქვეყანა ასე. არა სახელმწიფო ასე მოწყობილი. აღარაფერს ვამბობ სამართალზე. თქვენ გამოცხადებული კოჰაბიტაციიდან დაწყებული რამდენი ნაცი, რამდენი უბედური, რამდენი დამაქცევარი. აგერ თურნავა მინისტრის მოადგილე იყო, ნაცებს წირავდა 45,000 მინისტრად ყავდათ, მათ ყავდათ, რა ქვია, ახლა ეროვნული ბანკი აქვს ჩაბარებული, ხო? აი ახლა თურნავას ერთს ვამბობ მე, კაცო, თუ არა მაგნაირები რამდენი ყავთ, ეს კიდე ცალკე საკითხავ. ბოლო-ბოლო რა გინდათ? აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე. ესე იგი, გინების მაგივრად მე უნდა გამოვიდე და უნდა გლოცოთ თქვენ რომ ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა ხო? ჯერ ერთი არ ვარ ამ ბიძინადან ასე პირადზე რო აიყოთ ადამიანმა. თქვენ გასაგებია თქვენ საკუთარი კუჭიდან მოქმედებთ და საკუთარი ეზოდან მოქმედებთ. ახლა სამშობლოს გირჩევნიათ თქვენი ეზო და თქვენი პარტია გასაგებია ერს გირჩევნიათ. ჩემთვის გასაგებია თქვენი გარყვნილი გადაგვარებული დეგრადირებული ფსიქოლოგია ხო? ჯერ ერთი თქვენი ტვინით რო ვიფიქროთ, თქვენი ტვინზე მაქვს ლაპარაკი, ჯერ ერთი მე არ ვარ ამ ბიძინა ივანიშვილიდან ასე ავსებული და გავსებული ჯიბე. მე და მეორე კიდეც რო რაღაცა სარგებელი მქონოდა იმიდან ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ სახელმწიფო სამსახურიდან რამე ან თუნდაც ჩემი ბიზნესიდან მქონოდა და ვინ მომწევს და ვინ გამახარებს საქართველოში, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ მე რო ვიყო მაძღარი რომ დანარჩენიერი ამ დღეშია. აი ელემენტარულ კითხვას გისვამთ ბიჭო. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ უბრალოდ რომ ადამიანი შეიძლება თქვენნაირი აი პირდაპირ გეტყვით ახლა ამაზე რავი დიდი ბოდიში ნორმალურ ხალხთან, მაგრამ სხვა შეფასებას მე ამას ვერ თქვენნაირი ღორი დედამოწყნული ადამიანი არ შეიძლება ყველა იყოს. არსებობს სხვა ხალხიც რომელსაც მიუხედავად იმისა რომ თვითონ შეიძლება იყვნენ კმაყოფილები აწუხებდეთ ეკონომიკური პრობლემები გქონდეთ მოგვარებული აწუხებდეთ ქვეყანაში არსებული ის უბედურება ის გაჭირვება და ის დემოგრაფიული კოლაფსი რომელიც დემოგრაფიული კოლაფსიც არის და როდესაც მიგრაციაზე გაივსო საერთოდ ახლა მე ამდენ მესამე მეოთხე წელი დაიწყო საქართველოში არ ყოფილი ვარ მაგრამ ახლა ერთი დღე არ გამიწყვეტია სამშობლოსთან კავშირი ხედავ როგორ ცარიელდება საქართველოს და როგორ იკავებს ქართველების ადგილს რა ვიცი ინდუსი, პაკისტანელი, ირანელი, ჩინელი და სხვა და ну აქ როგორ იყიდება ეს მიწები ვიღაცა არაბ შეიხებზე ინვესტიციის სახით და ამით ეს ხო არ ნიშნავს კაცო რომ გინდა თუ არა მე თქვენსავით მლოცველი ვიყო და მლოკველი ვიყო ამ ხელისუფლების კაცო ხო გინდოდა წყნარი ლაპარაკი ხო და გელაპარაკებით წყნარად რომელ სფეროს გინდათ აი დაადევით ხელი თუ ვინმეს გააქვთ სურვილი აი ჩანსახი ადრეც მითქვია კიდე ერთხელ ვიმეორებ დაადევით ხელი რა გინდათ როგორ გინდათ დაჯექით და გამოჩდით ერთი რომელიმე და გამიძელით დისკუსიაში ვილაპარაკოთ და აიღეთ პასუხისმგებლობა იმაზე რაც ბიძინა ივანიშვილმა ნუ გადაგვაყოლეთ ამ სამების აშენებას ერთი არ აუშენებია მაგას სამები მარტო მერე და მეორე კიდეც რო ეშენებია ვთქვათ იმდენი რამე გააფუჭა ქვეყანაში და იმდენი რამე გაათახსირა და იმდენი რამე გააუკუღმართა ამ დალოცულ ქვეყანაში მაგის ღმერთი არ იქნა აი ერთმანეთის შეწონადობა რო აიღო ნუ ვიცი არ შეიძლება ეს ყველაფერი ერთმანეთთან შეწონადი იყოს არ შეიძლება ისევე როგორც სააკაშვილი რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ალბათ წარმატებული პროექტი იყო ქართველი ერის წინააღმდეგ ბრძოლაში ხო არ გიგონებთ ამასაც აი ხო არ ვიგონებ ამასაც და ხო გეუბნებით წყნარად რა წყნარად გეუბნებით რომ დამტკიცებული ფაქტია აღიარებული ფაქტია რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა ვარდების რევოლუციას სოროსის ფონდთან ერთად და როდესაც ეს იყო რა ქვია მინისტრებს და პრეზიდენტს და პრეზიდენტის ცოლს და სულ ყველას ამ იმდენს ყველას ბიძინა ივანიშვილი ასმევდა აჭმევდა აცმევდა და აიარაღებდა რომელიც და განმარტებითი პასუხი არის რომ თურმე ის არ იცოდა ბიძინა ივანიშვილმა რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა ახლა თქვენ პატარა გასაგებია რომ ესეთი კერპომანია გაქვთ შექმნილი ქვეყანაში და გასაგებია ღმერთი თქვენთვის ღმერთი რო არსებობდეს თქვენთვის ასე არ მოიქცეოდით ხო იმიტომ რომ ქრისტიანი ადამიანი ასე არ იქცევა ქრისტიანი ადამიანი ასე როგორც თქვენ იქცევით რა
ქრისტიანობასთან ამას არ აქვს. უბრალოდ ღმერთის ოდნავი შიში რო კონდეს, კაც არ გააკერპებდა. არ გააკერპებდა, ხო? კაც ელემენტარულად მეორე მცნება არის ბოლო-ბოლო 10 მცნებაში, ხო? არ გააკერპებდა კაც. ნუ გასაგებია რომ თქვენ ხართ დაჩოლუნგებული, პირდაპირ დიაგნოზს გისვამთ, თქვენ ხართ მარგინალური ჯგუფი. დღეს იყო ქართული ოცნების წევრი და წარმომხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილს, გამოდის რომ იყო ნაგავი ადამიანი. აი, იმიტომ კი არა რომ შენი ვიღაცა ახლა თავისი პირადი კმაყოფილებიდან გამომდინარე, ანუ არ ვიცი ახლა ეგ უკვე დაავადება არის, ეგ სიმართლე გითხრათ, მაგრამ ახლა ადამიანი რომელიც იაზრებ ამ ყველაფერს, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელიდან ქართველებს და საქართველოს გაუკეთდა და გაუკეთეს, როგორ მოხდა ქვეყნის როგორც მენტალური გადაფორმატება, ასევე საზოგადოებრივი გადაფორმატება, მთელი ეს უბედურები, ვინც ეს ქვეყანა ოფიციალურად თელა, არც ერთი ბიძინა ივანიშვილის ბეჭდის დასმის გარეშე არ მოსულა ქვეყნის სათავეში, ხო? პირიქით ის იყო ინიციატორი ამ ყველაფრის, ხო? და როდესაც შენ გააზრებული გაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყო, მისი დაფინანსებული იყო, მისი მხარდაჭერილი იყო ყველაფერი და მერე ეს კოჰაბიტაცია და მერე ეს და ამას რო იაზრებ და მერე ეს ქოცური პასუხისგებლობა, როგორ შეიძლება ადამიანს პირში გარდა ერთი სიტყვისა მაპატიეთ ქართველო ერო, რაც გაფუჭდა და მომიტევეთ ქართველებო, რომ მე ასე მოგეკეცით. თქვი, თუნდაც სიტყვა თქვი. არა. თქვენ ნაციონალური მოძრაობის ტყუპის ცალი ხალხი ხართ, თქვენ როგორ აგაღიარებიებთ ვინმე რამეს? არა, ამის მაგივრად იქეთ გადმოდიხართ და გვეუბნებით, რომ თვალები დაბრმავებულები გვაქვს, ყურები დაყრუებულები გვაქვს და კარგს ვერ ხედავთ ქვეყანაში და გაბოროტებული. არ ვართ ბატონო გაბოროტებული. არ ვარ, ვერ გამაბოროტებთ. ვერც თქვენ გამაბოროტებთ ამ ცხოვრებაში და ვერავინ ვერ გამაბოროტებს მე ჩემ ცხოვრებაში, ისეთი ვარ, როგორიც ვარ. და ძალიან კარგად ვიცი, რომ არსებობს ამ დედამიწაზე ბოროტიც, კეთილიც და იმის გამო, რომ სხვა ბოროტია, არ შეიძლება შენს გახდე ბოროტი. არ თვლი თავს, რომ ბოროტი ადამიანი ვარ. არ თვლი თავს, რომ ბოროტი ადამიანი. შეიძლება კაცრი ვარ რაღაცებში, სამშობლოს მით უმეტეს როდესაც ეხება საქმე და ერთს და ქვეყანას ეხება, კი ბატონო, კაცრი ვარ და ნაღდათ ვამბობ რა, ნაღდათ ვამბობ. რომ კი ბატონო, რო იყოს ქვეყანაში დაშვებული სიკვდილით დასჯა და მე ვიყო მოსამართლე, აი ამ ხალხს ყველას სიკვდილით დავსჯიდი. იმიტომ რომ იქნებოდა თაობებისთვის მაგალითი. რომ მსგავსი რაღაცა არ შეიძლება გაუკეთო შენ ქვეყანას. მით უმეტეს ამ გაჭირვების, ამ გაღატაკების დროს. ვაღიარებ ამას, არ ნიშნავს, მე არ ვთვლი, რომ ეს არის ბოროტება, ესა ჩემი ერის დაცვა და ჩემი ერი როგორც გარემტრიდანაა დასაცავი, ისე შიდამტრიდან არის დასაცავი. და მე თქვენგან განსხვავებით კიდე, ხო, თქვენ არაფერი მომითხოვია. არაფერი წამიღია სახელმწიფო და არაფერი მისარგებლებია პირიქით. მე და ჩემმა ოჯახმა ყოველთვის ჩვენი ქვეყნისთვის გავეცით ის, რაც შეგვეძლო და თავისუფლებას გავეცით, ჯანმრთელობას, სიცოცხლისთვისაც მზად ვიყავით, გაგვეცა და არასდროს ამისთვის ვიგო და არ მიგვიღია. რა ვქნათ ახლა თქვენნაირები თუ არა ვართ, რო გუშინ ვიშისტები იყავით და ბიძინისტები გახდით და მანამდე შევარდნაძისტები იყავით და თუ არა ვართ მედროვეები, ამიტომ ვართ ცუდები, კაცო. ხო, ანუ გასაგებია, რომ თავის თავში ვერ იტანთ ადამიანს, ვინც სიმართლეს გეუბნება. თავის თავში ვერ იტანთ თვითონ იმას, რომ თქვენაირი გამოყრუებული არაა და ვიღაცა კერპომანი არაა და ვიღაცა არ გაიყიდა. გასაგებია, რომ გეზიზღებათ ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მართლები ხართ. კიდევ ერთხელ გეუბნებით რა. გასაგებ თქვენ ხართ მარგინალური, აი გულის ამრევი ჯგუფი ხართ, რომლებსაც ერთმანეთის გეზიზღებათ, აი ზიზღი გაქვთ. იმიტომ რომ კარგად იცით, რომ დღეს თუ ხვალ, აი ვირთხა გლადიატორები ხართ რა. აი როგორც გლადიატორები იყვნენ, ხო? ერთხამეს ეძინათ ერთად, სვამდნენ, ჭამდნენ და მეორე დღეს გამოიყვანდა ბატონი და ეთქოდა, მიდი ახლა და ეს შეჭამეო და იმან ეს შეჭამეო და გუშინ ვინც ერთად ლუკმას ჭამდნენ და იტეხავდნენ, ერთმანეთი უნდა დაეკლათ. და კარგად იცით, აი ამ ფენომენით ცხოვრობთ, აი ამ ფსიქოლოგიით ცხოვრობთ, კოცები, რომ კი დღეს შეიძლება იყოთ კმაყოფილები და კი დღეს შეიძლება იყოთ ერთნავში იყოთ, მაგრამ ხვალ რომელიღაცა ნავიდან უნდა გადავარდეს. და გასაგებია, რომ ხართ ამ ფსიქიკის ადამიანები, რომ ასე ექცევით ერთმანეთი გეზიზღებათ, მზად იყავით. მთელი ამ ხნის მანძილზე მზად იყავით, რომ თქვენი ბელადის და ბელადის ხელდასმული ადამიანი ასე შეგეჭამათ, როცა დრო-დროზე საქმეზე დადგებოდა, იმიტომ რომ თქვენ ისეთი ავტორიტეტის ადამიანები ხართ და თქვენ ისეთი ნაცხოვრები ადამიანები ხართ, რომ თქვენ რო სამსახურიდან და ძალაუფლებიდან გაგაგდოთ ვინმე და დაკარგოთ ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ, ხო, გზაში მეზობელი აღარ გეტყვით გამარჯვებას.
და საქართველოში გასაგებია რომ ეს სისტემა მოქმედებს, რომ ფული თუ არა ხარ, არც მეგობრად უნდი ხარ, ვინმეს არც ნათლი მირონად უნდი ხარ. ნუ ახლა ძალიან ნორმალურ ნაწილზე არ მაქვს მე ლაპარაკი, მაგრამ მასას და გასაგებია რომ თქვენი ბედნიერებისთვის იბრძვით, მაგრამ არ ნიშნავს ეს რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ. არ ნიშნავს ეს რომ თქვენ ღირსება გაგაჩნიათ. თუნდაც იმ კატეგორია ხალხს, რომელიც გამოდიხართ ახლა და ძალიან ცოტა ადამიანები გამოჩნდნენ, ძალიან ცოტა ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც თუნდაც ღარიბაშვილს უჭერენ მხარს, რომ თურმე ღარიბაშვილს მაინც რაღაც ქართველ კაცური ეჭირა და ეს არ შეიძლება და არც თქვენ არა ხართ კარგი ხალხი. არა ხართ კარგი ხალხი. იმიტომ რომ ღარიბაშვილიც ამ სისტემის ნაწილი იყო და თქვენც ამ სისტემის ნაწილი ხართ. ღვდელი გამოვარდა ახლა იგი არ ვიცი, ბაღდათის და იმის იგი რო არის თეთრწვერიანი ეს. არ შეიძლება უკაცო ასე რა შეიძლება, იმიტომ რომ ღარიბაშვილი კაი სასმენდა, კაი საჭმელდა, კაი ბიზნესმენა ყანდური იყო. თქვით იყავი ბიზნესია, თორე ამოგიყრიეთ, ისედაც ყველა მოგიყარა, ყველა ცოდვები რაც აქვს, კიდევ ამოგიყრიეთ. არ გიშველის, მე უკვე ძალიან ცუდად აქვს შედი საქმე, მაგრამ კისერი გიტეხია, თუმცა რა ნერვებს ვიშლი. ერთი შენ ხარ ღვდელი და მეორე მე ვარ დავით აღმაშენებელი კიდე. დააკვირდით ხალხო, ელემენტარული აიღეთ. ასე ახლოს, ასეთი სულიერი კავშირი, როგორი სულიერი კავშირიც ამ მომენტისთვის გააჩნია ტელეკომპანია იმედს, ფორმულას, TV პირველს, იგივე პოსტივის, ხო? ასეთი თბილი სულიერი კავშირი ამათ არასდროს არ ხონიათ, იმიტომ რომ იმათ კოცების, ასე რომ ვთქვათ, მტრობა ქონდათ ოფიციალურად გამოცხადებული, ახლა კოცებს თავისი კლანის მტრობა აქვს გამოცხადებული და ერთი მეორეს სიამტკბილობაში ჭამენ და სვამენ. ამ კაცმა ბიძინა ივანიშვილმა აიღო თავის თავზე რაღაცას რო აკეთებ, ხო, რაღაცას რო კიდებ ხელს. არა თუ ქვეყნის მართვა იქნება, ხო? რაღაცას რო აიღებ, რო პასუხისგებლობა აიღო, ჩემო კარგო. რო აკეთებ, ხო, რო აცხადებ, რომ ეს უნდა გავაკეთო, იმაზე პასუხისმგებელი ხარ. დაწყებიდან დამთავრებამდე. თუ იდეა შენია, იდეაზეც. ხო და ამ ოჩოპინტრემ, როდესაც ჩაიბარა ეს ქვეყანა, ან ამ ქვეყანაში ერთი ტირანი შექმნა და მოიყვანა, მეორე ტირანი შექმნა და მოიყვანა, მესამე ტირანი თვითონ გახდა, მეოთხე, რა ვიცი, კიდე ვიღაცა მომზადებული ყავს. ბიჭო, შენ პასუხისმგებელი არაფერზე არა ხარ? მე რო რაღაცა გამიფუჭებია, ხო? მე რო რაღაცა ელემენტარული ყველა დამახჩობდა, შენ ეს აიღე და ვერ გააკეთე და ხალხის ფული შეჭამე და ასე მოატყუე ხალხი და ასე ქენი და ისე ქენი, დამახჩობდა ხალხი. ამან ბიჭო ქვეყანაც გაგიყიდათ. გაათახსირა საზოგადოება, პასუხისმგებელი არაფერზე არა. პასუხისმგებელი კი არა, წმინდანია. და ახლა რომელი კოცის ამ ლაპარაკს ისმენ, ხო? არ შეიძლება თუ თქვენში რაღაცა ადამიანური არის, ვინმე დაწერეთ კომენტარი 200-მდე ადამიანი უყურებს ახლა, ხო? ამ იმას 191 ადამიანი უკაცრავად. დაწერეთ თუ ეს ასე არ არის. განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფი ქართველობა, ვინც ახართ, ხედავთ აქ რა უბედურება არის, ხო? საკუთარ თავზე ხედავთ ამ ყველაფერს. და ხედავთ გაჭირვებული ქართველობა, რომელიც გამოქცეულია იმ კაი ცხოვრებით. როგორ უნდა იყოს ემიგრანტი ადამიანი, მართლა მაინტერესებს, მე ვერ ხვდები სიმართლე გითხრათ, თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს, კაი ჯანდაბას არ ვედავები, ზოგისთვის უკვე კერპია გამხდარი. ზოგი ფიქრობს, რომ ამის იქეთ მაინც საშველი არაა, ხო? ანუ ეს იყო ანი და ეს არის ჰოე, გასაგებია, მაგრამ როგორ უნდა იყოს ამათი მომხრე, კაცო, რა გაგიკეთათ, ბიჭო, ამხელა ქალაქებში დადიხართ. ამდენ ქვეყნებს ნახულობთ. ხედავთ ამ ქვეყნებში როგორაა მოწყობილი სამართლებრივი სისტემა, არ ვამბობ, რომ კარგია. არ ვამბობ, ბერ რაღაცაში არ ვეთანხმები, კაცო, არც ამერიკულ სისტემას ვეთანხმები, არც დასავლურ სისტემას ვეთანხმები, მაგრამ შიმშილით აქ ხალხი არ კვდება. გადახედეთ სოფლის მეურნეობა როგორაა განვითარებული. ოღონ შენ მოსავალი მოიწიე და რა პრობლემაა ჩაბარებაზე. მე გაიხსენეთ თქვენი სოფლები. ხო, მე გადახედეთ შრომის კანონს, რითაც თქვენ მუშაობთ სარგებლოდ და ხელფასზე. გადახედეთ საქართველოში რა შრომის კანონია. გადახედეთ სამედიცინო დაზღვევას, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. მე გადმოხედეთ საქართველოში როგორი სამედიცინო დაზღვევაა. როგორ ხდება, რატო არის, თუ ევროპაში ხარ, მით უმეტეს ახლა ამერიკაში მაგის გამო არავინ მიდის, მაგრამ ევროპაში გადმოყრილი რო აქ და საფრანგეთის და გერმანიის და იტალიის და ამათი ის რო არის ფილმიც ხომ აქ ამ ყველაფერზე გადაღებული, კაცო. როგორ ხდება გაუბედურებული ქართველების წამება და ტანჯვა. აქ
და უცხო ქვეყნის სამადლოდ გადარჩენილები. ხო ხედავთ ამ ყველაფერს. იმის გამო რომ თქვენი ეგო და თქვენი მე დაიკმაყოფილოთ. მაინც შავზე თეთრი უნდა იძახოთ. არ ვიცი. არ გედავები ლაშა თურქული არა მარტო თურქული სპეცსამსახურები, ახლა სახელმწიფოებრივი. ბიჭო, სახელმწიფოებრივი, ანუ წარმონაქმნიც აღარაა ეს ქვეყანა, ხო? ახლა თურქული კი ბატონო დომინირებს თურქული სპეცსამსახურის, დასავლური სპეცსამსახურის, რუსული სპეცსამსახურის, აზერბაიჯანული სპეცსამსახური. ნույნმეს თუ დაგავიწყდა, ეგ მუხთალი იყო თუ ვიღაცა რუსთაველზე დაიჭირეს და ეგ ბელაქანში გაახილა თვალები. კი ბატონო. აი გამეცით ხო ვინმე პასუხი, აი მოვიდა ეხლა მაგათ დაფინანსებული ვიღაცა ეს ღიჭია, რომელიც ტრადიციულად შემოდის და წერს იმას კომენტარებს, აჩვენებს სისტემის სახეს და დაიწყებს ახლა დაცინვას, იმას, რაღაცა ვიღაც ნერვების მოშლას. ხო. მე საქართველოში ვიქნები, ახლა ირაკლი ცაგურია, იმედია რა ჩემი შენ მართალი შენ ერთში მორიკას, მართალი სახელი და გვარი ეწეროს, ტროლი ხარ ვიღაცა, მაგრამ მე საქართველოში ვიქნები თუ აქ ვიქნები, შენაირი სირები ფეხებს მომჯავენ და ამიტომ ძალიან დიდი ბოდიში აუდიტორიასთან, მაგრამ გააჯვი, ჩემო ირაკლი, ახლა აქედან რაც მაქვს შენთვის ნათმენი, იგიც ბევრი არის. დავაი ახლა აფსიქი ჩემ პარტიაში და შენიანებთან. ან იმაში, შენ განყოფილებაში. ხო და აი ახლა გელაპარაკებით წესიერად. არ გლანძღავთ, ხო? რატო არ გინდათ? როდის მერე, აი ბოლოს როდის იყო ქართული ოცნების ხელისუფლება გამოსული, რომელიმე ჩინოვნიკი, რომელმაც გამართა ღია პრესკონფერენცია, რომელიმე სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც აი და დაუჯდა გადაცემაში. ის იმას აფთული, რა ქვია, მოვალეობით რო იძულებული არიან პრესკონფერენციები გააკეთონ. აი ხალხთან შეხვედრის, აი როგორც შევარდნაძეს ჰქონდა ორშაბათის რადიო ინტერვიუ, ხო სიტყვაზე შევარდნაძეზე მაგ ლაპარაკი, როგორც ზვიად გამსახურდიას ჰქონდა, ხო, მაგალითად შეხვედრა ოპოზიციასთან, როდის მერე გააკეთა თქვენმა ბელადმა, როდის მერე გააკეთეთ თქვენ, როდის შეხვდით საკუთარ ერს, როდის ელაპარაკეთ. ბოლოს როდის გაიგონით ხალხის გაჭირვება, როდის აი არ მოგწონთ ნაცკოცი? გამოდით კაცო, უბრალო ხალხს რეგიონალურ ტელევიზიას დაუძახეთ, ბლოგერებს დაუძახეთ, როდის მოხდა ესეთი რაღაც? არასდროს. და დემოკრატობანას თამაშობთ და ვაიმე ახლა როგორ შეიძლება ეს ყველაფერი, აგერ deep state-ია მომდგარი, აგერ გერმანიის ელჩი გაიწვიეს, დედა ამერიკის ელჩი გაიწვიეს, დედა რა მოხდა, მაგის დრო არა, გვაცალეთ ახლა ხალხო, როგორც იყო. ზუსტად როგორც იყო შევარდნაძის დროს. აი 90-იანი წლები მობრუნდება, აი არეულობა მოვა, აი უბედურება მოვა, აი მერე სააკაშვილის დროს, რა დროს იმაზე არის ლაპარაკი, აი რუსეთი შემოვა, რუსეთი დაგვიპყრობს. სულ იყო დამოკლეს მახვილი, დამოკიდებული, ხო? დაკიდებული ქართულ საზოგადოებაზე. ამად დროს როგორ იყო? აი ჩვენ თუ არა ნაცები მოვლიან, ნაცები ქვეყანას დაღუპავენ, აი გევიგეთ აღარა ნაცი დარჩენილი. აბა ომში გვითხრევენ, deep state-ია ახლა ჩარეული. გასაგებია, კაცო, ეს deep state უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ყოველთვის არსებობდნენ და ყოველთვის იარსებენ. ეს ახლა ისეთი არგუმენტი არის საკუთარ ხალხთან სალაპარაკოდ, რომელიც ნაცებიდან განსხვავებით შეგიძლია 200 წელი რო იყო ხელისუფლებაში 200 წელი ელაპარაკო, რომ აი deep state მოვა დაგამხობს, დაგიქცევს ქვეყანას და შიმშილით ამოხდეს სულს. არა, აი ეს არ აინტერესებთ. აინტერესებთ ესეთი ის რა ქვია, მარტო ეს თავისი პროპაგანდონი, ეს კაცის ჭირი, ბიჭო, ეს პედოფილი, ეს პიდარასტი ჩათლახი, ეს რამიშვილი, ბიჭო. რამიშვილიც არა, ეგ სინამდვილეში სხვა გვარის ადამიანია, მაგრამ ეს ყავთ გამოყენებული მთავარ პროპაგანდისტად, რომელიც მის თანამშრომელ გოგოს ცუდი იყო, კარგი იყო, რაშვაშია, ახლა მაგაზე ლაპარაკი ის გოგო, მამაშვილურად რო ეს სიყვარულებოდა და ქალზე ეს იმპოტენტის სირი, ეს ქალთან რო ნორმალური ლაპარაკი არ შეუძლია. აი ეს ნინოია ჯღარკავა, რომელიც გუშინ ნიფხავს იგლიჯავს, აი მე ჩემი ირაკლის გულიზა შევეწირები. აი ეგ ვიღაცა გამოსცილებული ნათია ბერიძე ყოველგვარი ზნეობის და მორალიდან დაცლილი ვაცა პოზიტივის ჟურნალისტი. აი მე ბიძინას უერთგულებ. აი გამправებელი ვიღაცა კამაევი, რომელსაც მისი ცხოვრება რა გაუკეთებია მისი ქვეყნისთვის ვერ გამიგია.
რატო ყავთ ასე შერჩეული სხვა გვარისაა და იტყვიან რომ ეთნიკურ უმცირესობებს საქართველოში არ ჩაგრავენ და პირიქით აი შენ გეხო აი მაგ ხრივად ჭირდება. აი სხვა გამპრავებლები კიდე ესეთებს ქვეყანას ჩამოგითვლით. აი ეს ამათი პიარი. ეს არის ამათი ხალხთან საუბარი. აი ეს Facebook. მე რო გეტყვით კაცი ესაა თქვენი სიყალბის ხუხულა და დაგეშლება თავზე და ერთმანეთს დაჭამთ თქვა და მე რო ხდება იქ ყველაფერი ასე. მე ბატონო, როდესაც ქვეყანა კანონით არ იმართება, როდესაც ელემენტარული კანონიერების განცდა არა ქვეყანაში. განცეს ვინმე პასუხი საქართველოში საერთოდ მახსოვს სვანეთში ერთმა რაღაცა მოხუცმა კაცმა ყველგან ყველაფერი შეიცვალა და ჭუის საკითხავი კაცი იყო, შუა კაცი იყო და საქმეების გამრჩევი იყო ის ადამიანი მართლა სამართლის რო ესმოდა და ესეთი რაღაცა თქვა. შვილო უკანონობასო, ცუდი კანონი გერჩიოს. იმიტომ იქ რაღაც წესი მაინც არსებობს და უკანონობაში არანაირი კანონი არ არსებობს. ჯო საქართველოში ამის დედავატირე. ვიღაცისთვის არის კანონი, ვიღაცასთვის არ არის კანონი. რა თქმა უნდა, დასაჭერია, ღარიბაშვილის დასაჭერია, ლილუაშვილის დასაჭერია, სხვების დასაჭერები არიან, სულ ყველა დასაჭერია თუ კანონი დაარღვიეს, მაგრამ რომაელებს ჰქონდათ ამნაირი გამოთქვა, ვინ უდარაჯებს, დარაჯებს. ვინ? ისევ თვითონ კანონდამრღვევმა, ისევ თვითონ აი რომელიც თვითონაც ბოლომდე არის ჩაფლული კორუფციაში, გათახსირებული არის სფერო არაა დარჩენილი, რომ კორუფცია ყველგანაა, მაგრამ მასშტაბი აიღეთ ხალხო. მასშტაბი აიღეთ. მასშტაბი აიღეთ, როგორი მოთახსირებული არის, აი არანაირი. ამათ თვითონ როგორ მოახლა ეს ყველაფერი მოჩვენებითია? ეს ყველაფერი არის დროებითი, ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ჩემო კარგო. ეს არის კლანობრივი ბრძოლა. კორუფციასთან ბრძოლა სულ სხვა რაღაცა რამე არის. აბსოლუტურად სხვა რაღაცა რა, სულ სხვა რაღაცა არის და კლანობრივი დაპირისპირება სულ სხვა რაღაცაა კორუფციის სახელით. კორუფციასთან ბრძოლა რო მიმდინარეობდეს, მაშინ პირველ რიგში ივანიშვილი უნდა იყო ჩაყუდებული. იმიტომ რომ ივანიშვილის მოყვანილია ეს კადრები სულ ყველა. სულ სხვა რაღაცა არის. აი ხალხმა ისიც არ იცის, აი კანონზე მდგომი არავინ არა. კანონზე მდგომი არ გამოვიდა. ივანიშვილი და ქოცები რო გამოაცხადეს, სო რა ქვიაო, ნაციონალურ მოძრაობასო, კოჰაბიტაცია ჭირდება, ხელი უნდა დავაფაროთო და ნაციონალური მოძრაობის გადარჩენაო, ჩვენიო ქართული დემოკრატიისო, ის არისო. არა. არისო ასე? არისო ასე არ გამოაცხადა? ნუ უნდა გავაგზავნოთო კაცო, ცხოვრებაო ამ დამნაშ ну ახლა ქალბატონო ხუდოი მირ ლუჩე დობრაი ვაინი აქ კიდე სხვა რამე არის იცით მშვიდობა თქვენ გონიათ საქართველოში მშვიდობა აი თქვენ თვლით რომ საქართველოში რადგანაც ხალხს არ ხოცავენ ქუჩაში და რადგანაც არაა საბრძოლო საომარი მოქმედებები თქვენ ამას მშვიდობას ეძახით აი ხო გადაგვაყოლეს რომ აი როგორ მშვიდობა იყოს მშვიდობა გვინდა თქვენ გონიათ მართლა მშვიდობაა საქართველოში და ამას მშვიდობას ეძახით ერთი დღე გამახსენეთ საქართველოში ქართველ ადამიანს გაიღვიძოს სტრესის გარეშე ყოველდღე ახალი უბედურების გარეშე ყოველდღე ახალი რაღაცა სკანდალის ახალი უბედურების ახალი შიშის ახალი ყოველდღიური ტერორის გარეშე ერთი დღე ყოფილიყოს გათენებული ლამაზად საქართველოში როდესაც არ იქნებოდა დაძაბულობა ტელევიზიით, ინტერნეტით, რადიოთ, ამას მშვიდობას ეძახით თქვენ? ახლა აღარაფერს აღარ ვამბობ იმაზე, რაც ივანე ოქროპირს აქვს, ნათქვა მე მშვიდობა, რომელიც ღმერთს ებრძვისო, დაუნდობელ ომზე მეტი უარესია. არ არის ეს მშვიდობა ხალხო. მშვიდობა სხვა რამეა. მშვიდობა არის, როდესაც ადამიანი მშვიდად, წყნარად გეგმავს მის ცხოვრებას. როგორ იმუშაოს, როგორ განავითაროს ცხოვრება, ბავშვები როგორ გაზარდოს, როგორ ისწავლოს, ეს არის მშვიდობა. შემოძმაო, მე კი ვხვდები ამას, დადგმული სცენარი რო არის და
მე კი ვიცი ეს ყველაფერი რო ასე არის, მაგრამ ხალხს ვერ გაუგია და ამიტომ ლაპარაკობ, თორე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ მე გაგებული არ მაქვს. სამწუხაროდ და საუბედუროდ ძალიან კარგად ამაქვს გაგებული რაც ხდება და როგორ ხდება. ძალიან კარგად ამაქვს გაგებული. აი ახლა ამის წინა რილსი ნახეთ, უბრალოდ ეს მოკლე ვიდეო YouTube-ზეც მიდევს. თბილისის პირველი მერის ვაშაკიძის ინტერვიუ არის, ეს გირჩი ხვიჩია იწერს, სხვათა შორის მიუხედავად რომ იმ გადაცემებში ბევრი შეიძლება ცუდი რაღაცა გამოდიოდეს, ვერ დაუკარგავ ადამიანს თავისი საქმის კეთებას და ძალიან ბევრი რაღაცა კარგიც გამოაქვს მაგ გადაცემას და კაცი ყვება, რომ ზვიად გამსახურდიამო სანამ გახსნიდაო სხდომასო მისიო კოსტუმიო ქიმწმენდაში წავიღეთ, გავწმინდეთ და ქიმწმენდაში გაწმენდილი კოსტუმი ჩაიცოდა. ზვიად გამსახურდიას დროს კორუფცია არ ყოფილა. კორუფცია არ ყოფილა. იმიტომ რომ წესიერი კაცი იყო და იმიტომ რომ არ უყურებდა ადამიანი. ამათ უნდათ კორუფცია, ამათ უნდათ უბედურება, ამათ უნდათ დაშლა, დანგრევა, დაქცევა, ქვეყნის დანაწილება ამ ქონებების ჯიბეში ჩადობა, ხალხის კისერზე მოჯდომა და ამას არ აძლევდა ამის უფლებას. გაიხსენეთ აგერ შებრძანდით, ნახეთ თემურ ქორიძე ამბობს, რომ პირდაპირ 3000 თუ 4000 მანეთიო, რუსული მანეთი რო შევთავაზეთო ხელფასიო, რომ უნდა ყოფილიყო, კაცმა პირდაპირ გითხრაო, რომ ყველაზე დაბალი ხელფასი ყოფილ საბჭოთა სივრცეში, კაცმა გითხრაო, რომ მე რამდენიმე თვის წინო წიგნები გამოვეცი, ჰონორალი მაქვს და არ მჭირდება მე ეს ფულიო. სახელმწიფოს მართვა საერთოდ არა ფულის დაგროვებისთვის. და ჩვენთან უკვე ისეთი მენტალობა დამკვიდრდა, რომ თავარია რაღაცნაირად მოხვდე ამ კოდლაში, რომელი კოდლაც დროებითი ყველა მიციან, რომ დიდხანს ვერ გაჩერდებიან, რაღაც დროებით არიან ხელისუფლებაში და გამოტყაო რაღაცა ჩაიდო ჯიბეში. ეს დამკვიდრდა საქართველოში რუსეთის იმპერიიდან და საბჭოთა კავშირიდან. რატო დამკვიდრდა? იმიტომ რომ ქართველი კაცი არ თვლიდა არც იმას რომ მისი სამშობლო იყო და იმათ თუ რამეს ცარს თუ რამეს წაართმევდი და ჩაიდებდი ჯიბეში, კაი იყო. კომუნისტების დროსაც. კომუნისტების დროს ახლა სტალინმა კი ასწავლა ბევრ ჭკუა მაგ კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ მისი სიკვდილის მერე კორუფციამ შეჭამა საბჭოთა კავშირი და ყველაფერი მიშვებული იყო და ვინ ვის რას პარავდა და როგორი პარავდა, თუმცა ახლა ამ დონეზე და ამ მასშტაბებზე არა ახლა ხო, მაგრამ იყო ხო იგი ყავდა საბჭოთა კავშირშიც კორუფცია და კორუფციული უთესი, ჩვეულებრივი საბჭოთა ელიტა. ხო, მათი შვილები არიან, მათი მოდგმა არის, ზოგიერთი შვილები არიან, ხო? ეს მენტალობა შევარდნაძემ შეკრა და დააბრუნა, ამიტომ საქართველოში ძალიან ძნელი იქნება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს 60-იანი წლებიდან მოყოლებული ელიტა არის ჩამოყალიბებული საქართველოში, რომელსაც აქვს ყველაფრის უფლება და არის დანარჩენი ხალხი, რომელსაც არ აქვს უფლება. ნუ ვერც ამოხვალ ლაშა. ვერც ამოხვალ ჩემო ძმაო, იმიტომ რომ ხალხის დამონებისთვის შემოღებული არის საბანკო სისტემა, საბანკო სამევახშეო სისტემა, რომელმაც უნდა დაამონოს და სრული ამოხადოს. ხალხს აჯანყების და რამის თავი არ უნდა ქონდეს. ეს არის ეს ჩვეულებრივი, ეს ახლა მოგონილი კი არა, აი ამერიკა იყო ესეთი წიგნი საბჭოთა კავშირში გამოსული, რა თქმა უნდა, პროპაგანდისტული იყო, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა ამერიკის ბანკიერი მხარეების წარმოჩენას, რომელიც უამრავად არის განსაკუთრებით დიდ დეპრესიის პერიოდში და იქ იყო მოთხრობები იმ პერიოდში თუ ეს რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა, პირდაპირ თარგმნით იყო რა გადმოცემული. ახლა ეს მაგ ყველაფერზე სტეინბეკის მრისხანების მტევნები არის დაწერილი, რომელიც ათახსირებს თვითონ იმ სისტემას, რომელიც სისტემაც ამერიკაში მოქმედებდა იმ დიდი დეპრესიის პერიოდში, როდესაც სული ძვრებოდა და პერიოდში საბჭოთა კავშირი პირიქით აყვავების გზაზე იყო, 35%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ხო და რატო ვამბობ ამას? იქედან მოყოლებული აპრობირებული მეთოდი არის საკუთარი მოქალაქეების დასატყვევებლად და სულის ამოსაზრველად. დასრულდა ამერიკაში, დასრულდა ბრიტანეთშიც იყო ეს დიდი დეპრესიის პერიოდი. დასრულდა ეგ პერიოდი, ხო? და გაგრძელდა რაღაცა 28 წლიდან 37 წლამდე რაღაცა და კი ბატონო, რაღაც პერიოდი გაგრძელდა.
მთელი ქვეყანა მისი არსებობის მანძილზე დიდ დეპრესიაში იყოს ჩავარდნილი, აი ესეთი საქართველოს გარდა არ არსებობს. ხო და რაც შეეხება ამ კორუფციასთან ბრძოლას და ერთ საინტერესო დეტალს გავიხსენებ, სტალინი, რომელიც ამათ რა თქმა უნდა არ მოწონთ, იმიტომ არ მოწონთ, რომ თავიდან ბოლომდე ყველანაირად განსხვავებულია იდეის კაცი იყო და შვილებს არ მალავდა, ფრონტზე იმაშვებოდა და თვითონ ჩექმანში ცხოვრობდა და არც თვითონ იპარავდა, არც խոսაპარიებდა და მისი შემოსული თანხა რო დახეს ხელფასები რაც ჰქონდა, სულ ბავშვთა სახლებს და ემათ ერიცხებოდა და გასაგებია რომ ახლა ამათთვის სტალინი ყველანაირად სამაგიეროდ ქვეყანა შენდებოდა. მრავალშვილიან დედებს რა დახმარებები ჰქონდათ. ახალ ნაუმარ ქვეყანაში რომ გამრავლებულიყო ერი. მაგრამ როდესაც მიდგა საქმეზე სტალინთან კორუფციასთან ბრძოლა რო შეთავაზეს და დაუდო მაშინ ბერიამ და რო აი იმ რეფორმირებას სადღაც 2 მილიარდი საბჭოთა მანეთი დაჭირდებოდა და ის კაცმა გახედა და უთხრა რომ ეგერო იმაშიო ნოვოდევიჩის სასაფლაო იყო თუ არ ვიცი, კაი ახლა შეიძლება სხვა სასაფლაო იყო, მაგრამ მოსკოვთან ახლოს 100 ჰექტარი მიწა გამოუყო. და ეს 100 ჰექტარი მიწაო რისთვისო და კორუფციასთან ბრძოლისთვისო, დასახვრეტი ერთად ჩაყარეთ საფლავებში. იმიტომ რომ დღეს გაღატაკებულ ქვეყანაშიო, ვინმე რომ გაჭირვებულს მოპარავსო, იგი სასოცხლებელი არაო. იცოდა იმ კაცმა ძვირიანი საქმეების იაფად და ეფექტურად მოგვარება. ამათგან განსხვავებით. დავით კი დადგება დისციპლინა, მაგრამ მაშინ ჩემო ძმაო, სათავეში ოლიგარქი ოჩოპინტრეკი არ უნდა იყოს მისი ზოოპარკით მოსული. მაშინ სათავეში უნდა იყოს მოსული ადამიანი, რომელიც იდეისთვისა, ქართველობისთვის ცხოვრობს, ერით კივა, ქვეყანაზე გულით კივა და ყავს ასევე წრე, რომელიც წრეც მასთან ერთად მოინდომებს ქვეყნის გადარჩენას და არა ის წრე, რომელიც მოსვლისთანავე გაძღება და ისა რა ქვია, საკაშვილი ეძახოდა ეს გაღლეტილი კალოშებით მოვიდენო და გაღლეტილი კალოშებით კი არა, ვეღარ იმაში ოდიში ამარი გამოთქვანი, ფხავში ვეღარ ეტეოდენ, მე ისე იყვნენ დასუქებულები და დასიებულები, ისე კი არ წაიყვან საქმეს იდეისთვის ემსახურება ქვეყანას. არ უნდა ძმაო ეგეთ უბრალოდ გამოვლინებას თუ დაინახავენ რომელიმე ადამიანში, ის ადამიანი ეგრევე მტერია. მე ამას ძალიან კარგად ვხედავდი საქართველოში, როდესაც ვიყავით და იყო არსებობდა ჯგუფი, რომელიც ხმას იღებდა იგივე კორუფციაზე, იგივე მიწის გაყიდვაზე და იმაზე და ამაზე. ნაცი და ქოცი ერთად იყვნენ, ნაცები აღჭობდნენ ქოცებს, თქვენო, ეგენიო, ყველაო დაიჭირეთ, სული ამოაზრეთო, კაცო. ესენი არიანო, ჩვენი მტრებიო. ამას ჩემზე, ჩემ ძმაზე, ჩემ მეგობრებზე და სხვებზე ამბობდა კაცის მკვლელი, წამებელი, კაცების გამოუპატიურებელი, სამშობლოს მოღალატე, ბოკერია, თარგამაძე, გვარამია და მთელი ეს სანაბოზრეთი. ქოცებო თქვენო, ამდენი ხა აღარა ვართ ქვეყანაში, ბატონო, დარჩით თქვენ. თქვენ შეჭამთ ერთმანეთს და ეს ვირთხებით შეჭამენ. არ მინდა დეპრესიულ ფონზე დავამთავრო, ახლა სიმართლე გითხრათ, რაც ვთქვი, მადლობა ღმერთს, რომ არ შემშლია პროგნოზები და დაწყებულია ეს გლადიატორი ვირთხების ბრძოლა და დოღი და გაგრძელდება ეს ასე იქნება და საბოლოო ჯამში ივანიშვილამდე მივა ყველაფერი. არ არსებობს, ვერ იყიდის, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ფული აქვს და ყველას ყიდვას აპირებს და ცდილობს და გადის პრაქტიკაში გამართვებული აქვს, საბოლოო ჯამში სხვირპირიდან ამოანთხევიებენ მაინც. ასე იქნება. საქართველოა, ვინც არ იცის მისი ქვეყნის წარსული, იმას მომავალი არ ეცოდინება. ამოანთხევიებენ მაინც. ასე მოხდება. იმიტომ რომ სისტემაა ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ მოატყუეს ეს ხალხი, ერთხელ ვითომ შევარდნაძის წასვლით სააკაშვილი მოიყვანეს, მეორე თვითონ სააკაშვილის წასვლით
თვითონ მოვიდნენ, ახლა თვითონ არიან და შეიძლება კიდე ქონდეთ ასეთი გეგმა, რომ რაღაცას მსგავს გააჩალიჩებენ, მაგრამ უკვე იმდენი რამე გაატარეთ საქართველოს და ქართველ ერს, აღარ გაგივათ ეგრე უკვე. მე გეუბნებთ, ყველაფერს აქვს პრედელი. აი თქვენს გეკნებათ ეს დასასრული რა. ამის თქმა მინდა. ეხლა თუ რამე რაც მე ამ ვიდეო ლაივში ამდენი ხანია ვლაპარაკობ, ვილაპარაკე და არის რაიმე ტყული, არის რაიმე ცილის წამება, არის რაიმე მოგონება, დაბრალება, ერა ხართ ბატონო და დაწერეთ. მეტი არაფერი არ შეუძლიათ, შემოვლიან ეს გამბრავებელი დედამოწყნულები და ჭორი კნობ, ამას რო ჭორი კნობ, იმას რო ჭორი, ასეთ შეურაცხყოფა მოგაყენოთ. ვინ სიკვდილები ხართ, თქვენი გამომწველავი დედა შევეცი, ბიჭო. სახელს და გვარს ვერ წერთ, სახელს და გვარს ვერ წერთ, ვინ ახართ, რა ხართ, როდესაც ასეთ სიბინძურეს წერთ. თქვენ ბიჭო ვიზე ტუალეტში ჩაკეტილი ვიღაცა ჩმორიკები. მიდით ვიძია, მიდით ფული გაქვთ მაგაში აღებული და ზოგს არც გინდათ ფულის აღება, პირადი სარგებელი გაქვთ მაგისი და ღმერთმა დალოცოს ბიძინა. ბიძინა დალოცოს. ბიძინა. აი ისე მიადგებიან იმ ბიძინასაც, რაფერაც თავის დროზე ყარიბაშვილს ეგონა და არ მიადგებოდნენ და მამამის და დანარჩენებს. რეალური ფაქტებია ნატო, მაგრამ არ უყვართ, იცი ჩვენ ქვეყანაში რეალურ ფაქტებზე ლაპარაკი. როდესაც რაღაცა ფაქტს ეტყვი და ძალიან მტკივნეულად მოხდება და მე არაერთხელ მილაპარაკია ჩემ ვიდეო ლაივებში ფაქტები, მათ შორის არა მარტო საერო პირებზე, სასულიერო პირებზე, რომლებიც ახლაც არიან ჩართულები. აიღეთ იქ იმაში ოპოზიციური მღვდლები, ღარიბაშვილის ფრთის მღვდლები დაიბარებენ, შეიკრიბება სინოდი, არც მოვა, არც არაფრად ჩააგდებს, კაცო, არ მოვდივარო საერთოდ იქო. პროევროპული მღვდელი უნდა იყოს ქრისტიანი, მე ასე ვიცი, არ ვიცი. პროევროპული და პრორუსული მღვდელი რას ნიშნავს ვერ ხვდები. მღვდელი უნდა იყოს ქრისტიანი. რაღაცა სიტყვი, შენ პატრიარქი ლანძღე, შენ პატრიარქს დედა აგინე, მოგიგონებენ 1000 სიბინძურეს. მერე რო შეიკითხები, როდის, სად, ან ვიდეო მანახი, ან პოსტი მანახი, ან რაღაცა აი კრიტიკაც არ შეიძლება, იმიტომ რომ ცოცხალი წმინდანია, ისიც ცოცხალი წმინდანია, ისიც ცოცხალი წმინდანია და მისი ხალხი მიადგება ქალბატონო მარია. მისი ხალხი მიადგება. მისი როგორია ახლა ხალხი, მისი წრე აუცილებლად მიადგება ეს ხალხი. ეს ასე ხდება საერთოდ ყოველთვის. და როგორ ხდება, იცით? მიუხედავად იმ მონური მორჩილებისა, მიუხედავად იმ 1000 სიბინძურისა, რომელიც სიბინძურეც ითესება და რომლის მიმართებაშიც სისტემა იმართება, ყველაფერს აქ ამოწურვის ესა რა ქვია, რესურსი. აი როგორც მაგალითად ევროპა დასავლეთის და საქართველოს ურთიერთობაში დადგა ამოწურვის რესურსი. როდესაც მოთხოვეს ისეთი რაღაცა, ბიძინა ივანიშვილს და ქოცებს, რომელიც უკაცრავად ტრაქში უძვრებოდა და პირველი სოროს ჩაეხუტა ხელისუფლებაში რომ მოვიდა მის მერე და კოჰაბიტაციები და ისინი თავისთავად გამოაცხადა და გააправა თავის საქციელი, მაგრამ როდესაც მოთხოვეს უკვე თვითმკვლელობა, რუსეთთან ომი და იძულებული გახდნენ რომ თვითმკვლელობაზე არ წასულიყვნენ, აი ესე დაუდგებათ ამათაც. მიუხედავად იმისა, ქუჩის კახპა რო კახპა არის, ისიც კი რაღაცაზე უარს ამბობს. ამიტომ მისი მონებიც, რომლებსაც როგორც ერთი მოიცილა, როგორც მეორე მოიცილა, როგორც მესამე მოიცილა და უამრავი მოიცილა, აი ახლა ღარიბაშვილის და ამათი ჩანაცვლება სულ ბოლო იყო. კარგად იცის, ема, რა ქვია, ამათმაც დანარჩენებმაც, რომ ამათი დროც დადგება. აი ეს ხალხი მიადგება მერე ბოლოს. ყველას რო გამოყრიან, ყველას გააერთიანებს მის წინააღმდეგ. მიადგებიან. თუ გონია თქვენ არ მიადგებიან. ჯერჯერობით კი არის მაგის დრო, მაგრამ არ არის. საბოლოო ჯამში. არც მანამდე სიკვდილი თუ არ მიადგა და ბუნებრივი სიკვდილი თუ არ მოგდა, ალბათ შეიძლება მან გადაარჩინოს და დააზღვიოს. რა ვიცი. 120 წელი კი აპირებს ცხოვრებას. ქვები ქონია საცხადად დაწყობილი და დადის და იმაშობა და ამაშობა და წვენს სვამს და თევს ჭამს და დიდხანს უნდა ვიცოცხლო რა შეიძლებაო, მაგრამ მადლობა უფალს სიკვდილი არსებობს დედამიწის ზურგზე თუ არა? ალბათ ამდენი გაგსუებულ ადამიანებს ვერასდროს მოიცილებდა კაცობრიობა.
კარგი, შემოკარგებო, თუ რაიმე კითხვა გაქვთ, დამისვით კითხვა და ვეცდები გაგცეთ პასუხი თუ არა და დაგემშვიდობებით და აი ხო არ გლანძღავთ. რასიზამ ჩემო ძმაო კი წავიდა ჩემი ახალგაზრდობა ძმაო თუ დაო არ ვიცი ესეთი ის კი გაწერია ვერ ხვდები. ჩემით წავიდა. 6 წლის 5 წლის ვიყავი, 6-ის მერე გავხდი სკოლაში რო შევედი და მის მერე მოყოლებული სულ ომი და უბედურება და არეულობაა და აგერ 40 წლის ხვდები და მაინც იგივე ბარდაგი არის და გავიდა, მაგრამ ჩინელებს აქვთ ესეთი წყევლა და მართლა რთული გასააზრებელი არის, რომ დაწყევლო ადამიანი შენ მოესწარი რეფორმებს და გარდაქმნებს, ამ დროში იცხოვრეო, იმიტომ ვერ გაიხარებ ცხოვრებაში, სულ იქნები, ერთი მთავრობა მოვა ამას გაატარებს, მეორე მთავრობა მოვა იმას გაატარებს. Სინამდვილეში ერთი სისტემა აკეთებს ჩვენთან ამ ყველაფერს რა. წავიდა. ესეც სიმართლე გითხრა, საერთო ჯამში ხალხის ბრალია, აბა არ იძახოდეს ეს ხალხი და არ იყოს ესე მონური მენტალიტეტით აღზრდილი და ითხოვდეს იმას, რაც ეკუთვნის, კანონით რაც ეკუთვნის და არსებობის საშუალება რო ეკუთვნის ყველას მის სამშობლოში და იღებდეს ამაზე ხმას, მაშინ არ ვიქნებოდით ასე. მაშინ სხვანაირად ვიქნებოდით. ივანიშვილს ხალხის შიში არა აქვს. არა ჩემო ძმაო, არა, აი რაღაცა ის რა ქვია ისინი ინფორმაციები გავრცელდა ახლა ნაჩების ტვინი უკეთეს რას მოიფიქრებდა ახლა რომ კობახიძეო იმასო რა ქვიაო ბიძინა ივანიშვილსო მოსკოვიდანო შეცვლასო კობახიძითო ივანიშვილს უპირებენო რაღაცა თუ ჩემი ძმა ხარ ერთი რო დაიკივლოს იმან თავის ზოოპარკში კობახიძე გააქრეთო თელი ეს ტურები ზოოპარკიდან რო გამოცვიდებიან ხო გინახიათ გიენები რაფერ ჩაიგდებენ იმას არა აქვს მნიშვნელობა რომელი ლომი კობახიძე არის მაგრამ ნებისმიერ იმას მსხვერპლს რო ჩაიგდებენ შუაში და დაგლეჯენ მეორე დღეს კობახიძის ბუნდღას ვერ ნახა სამუ ჩემი ძმა არც გადაქცეულია სალოცავ ხატად ასე მაგას მე კი არა აქვს საფიქრები არ ვიცი ჩემო ძმაო ახლა ხარება სულ არაფერს არ ვერში ჩემო ძმაო მე კაცი თავის საქმეს ასრულებდა პატიოსნად და ემსახურებოდა ქვეყანას და მე რა რო ამათი რეჟიმა მოუწია აკეთებდა იმას რაც იყო გასაკეთებელი სამწუხაროდ საგვართვეს საუკეთესო წლები და ერთ საგვართვეს საუკეთესო წლები იმ ადამიანებმა და იმ ხალხმა, რომლებმაც ეროვნულ ხელისუფლებას ესროლეს. ჩვენ მომავალი წაგვართვა ამ ხალხმა. ჩვენ ყველას და შეიქმნა თავისი მომავალი. ჩვენ ხარჯზე შეიქმნეს თავისი მომავალი. ყველა პუტჩისტებმა, ყველა ნაბიჯვრებმა, ვინც იყვნენ ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ. ასე კაც 6 თვე არ აპატიეს. თურმე 6 თვეში იმდენი გაუფუჭებია ზვიაც, რომ მერე ამათმა ვერ გაასწორეს. თურმე მის მერე ვერ გასწორდა ქვეყანა. სოფლიო დონის პოლიტიკოსი, ყველაზე ნიჭიერი რეფორმატორი, სოფლიოში ყველაზე დიდი მეცენატი, რა ვიცი, ყველა ჩაუდგა მერე ამ ქვეყანას სათავეში, მაგრამ ამ ქვეყნის საშველი მაინც არ დადგა. ხო და ზვიადის ბრალი ყოფილა ყველაფერი. სინამდვილეში ის იყო, რომ ზუსტად ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო ცხონებული. და ახდა ყველაფერი, რაც იმან იწინასწარმეტყველა, რაც იმან იწინასწარმეტყველა, ყველაფერი ახდა. და მე იმისაც მჯერა, რასაც ამბობდა, რომ ქართველი ერის გზა, ქრისტეს გზა ეკლიანი ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა და ეხლა ჯვარცმული რო არის ერი და გოლგოთაზე რო ასულები ვართ უკვე, ამას აღარ ჭირდება ლაპარაკი და ალბათ აღდგომას დადგება რა, მაგრამ როდის არ ვიცი. რა უნდა ვთქვა, ჩემო ძმაო, თანამოაზრე ვარ ბატონი დემურის და უწოდებ ნორმალურ ადამიანებს, ვისაც აქვს სურვილი, ჩაეწერო ქართველთა გაერთიანებაში, რომელიც პოლიტიკური ნიშნის აი პარტიების და ამის გარეშე ცდილობს შეიქმნას საქართველოში საზოგადოებრივი ძალა, რომელიც ძალაც აიცულებს ამ ყველაფერს, რომ რაღაცა სიკეთისკენ შემოbrunდეს და იქნება 100 კაცი გაკეთდება 100 კაცის საქმე, იქნება 1000 კაცი გაკეთდება 1000 კაცის საქმე, იქნება 10000 გაკეთდება 10000 საქმე. დანარჩენი რა ვიცი, ძმაო, არ უნდა ამ ხალხს
ხალხი ისია მოთახსირებული, ფული თუ არ მიეცე, არ უნდა ფეხის გამოდგმა და ახლა შენი სამშობლოს გადასარჩენა, შენ არავინ არ მოგწევს ფულს. ეგ გამორიცხულია შენი თავის გადასარჩენა. ეგ მხოლოდ ქოცებს შეუძლიათ, რომ ილოცონ, რომ მადლობა ბატონო ბიზინა ომი რო არ არის. ეგ იგივე არის, რომ ეხვეწე ისა მადლობას უხდიდე, რომ თავს არ იკლაო. ეს მხოლოდ ქოცებს შეუძლიათ. მაგაზე ვლაპარაკობ, შენ შემოგევლე რამდენი ხანია წულუკიანის კომისიის დასკვნა და ეს კლოუნა და იყო იმისთვის საჭირო, რომ ნაციონალური მოძრაობა, რაც დააშავა, ხელშეუხებელი ლამაზად წასულიყო პენსიაში. რა თქმა უნდა, მაგას ვამბობ მე ყოველთვის, მაგას ვამბობ ჩემო ვაჟა, რომ როდესაც მოდიოდა სააკაშვილი მოიყვანა ამ კაცმა, მერე გადაეფარა. ახლა პენსიაში უშვებს, ხო და თან გამადლის, რომ არ მოვაო ესო. ხალხს ლიდერი კი არა, თავადი შემოგევლე, ჩემო ზღვა, ხალხს ლიდერი კი არა, გეტყვი, ხალხს ჭირდება ფული. ფულზეა ხალხი დამწარებული და არ უნდათ სიმართლის გვერდით დგომა, ფულზე დგომა უნდათ. ხო, აბა იყოს ახლა ვინმე მეორე ფულიანი კაცი, რომელიც ივანიშვილს გაუწევდა კონკურენციას და ნახე რამდენი ხალხი მივიდოდა იმის სიბრძნეს რამდენი დაინახავდა. ესა სიმართლე, რომელიც სიმართლის დანახვაც ჩვენ არ გვინდა საქართველოში. არ გვინდა საქართველოში. ფული თუ არ აქვს ადამიანს, იმის სიმართლე არ ისმის. შეიძლება ისმოდეს სიმართლე, მაგრამ გვერდში დგომა იმას არ ექნება. ასია ეს. სამწუხაროდ და აი ლიდერი არა, რანაირი ლიდერი გინდათ? რანაირი ლიდერი გინდათ? ზვიად დამერავს, ვერავინ ვერ გააცხოვრებს. როც გააცოცხლო, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხელახლა მოკლავენ. ეს ბნელი გრუზინები ვინ არის? ილია ენაზე რო აკერიათ. ილია რო გააცოცხლო, დღესვე მოკლავენ. ნუ თვითონაც მოიკლავდა თავს სიმართლე გითხრა, რას დამგვანებული ეს ჩემი ქვეყანა. და ჩემს სახელს ვინ ახსენებს? არა მასე. ხალხს უნდა ფული. ფული, ბაბაია, ფული. მე რომ მოვალ აქციაზე ფული მინდა, ოჯახი მაქვს, სამსახური მაქვს, ესა მაქვს, რო ვაცდენ ამაშვები, იმაშვები, გვერდში გიდგევარ. ასია ეგი. დადგებიან აქციაზე და ყველას მერე იგი უნდა, რა ქვია? პრეფერენციები. წარი სიმართლე ჯობია თავის ჩაყოფას. სირაკლემასავით და საკუთარი თავის და ხალხის მოტყილებას. ამბობდა ცხონებული მაგას, დაუშვებელია ხალხის საკუთარი თავის და საკუთარი ხალხის მოტყილება. ამაზე ცუდი არაფერი არ შეიძლება გააკეთო. ჩვენ ყურში გვაცხოვრებენ. ჩვენ მაინც ნუ მევიტყვეთ თავს. კი ბატონო. კი ბატონო. ნუ არა საშველი არის ძმაო, საშველი არის, რომ 1-2% ღმერთმანქნას და 3% ადამიანების თუ ბოლო-ბოლო მიხვდა იმას, რომ თვითონ უნდა გაანძრიოს ხელი და ერთმანეთის გვერდით უნდა დადგეს ფულის და ოქროს და ქონების და ამნაირი რაღაცების გარეშე და უშველოს ქვეყანას, მაშინ გვეშველა და ახლა თუ 2 და 3% ერთში გადარჩენა არ უნდა ძმაო, ახლა მაშინ დიდოსტატის მარჯვენიდან გეტყვი, რომ პიპა თუ ერმა გამარჯვება არ მოინდომაო, მაკედონელიც ვერ გამარჯვებიებს. რისთვის ვიწუხებ თავს? აქავთ გავარ და სხვაგვარად არ მძალმიცს. არ შემიძლია. არ შემიძლია ჩუმად ვიყო, არ შემიძლია რასაც ვხედავ და რასაც აღვიქვამ და რა დღეშიცაა ჩემი ერი და ჩემი ხალხი, უბრალოდ სიმართლე მაინც არ უქნა და არ უმოქმედო. ჩვენ ოჯახს აქ ეს მისია ყოველთვის დიდი ბაბუიდან მოყოლებული, მამით და შემდეგ ჩემით და რასაც ვთვლი, უბრალოდ ვთვლი საჭიროდ, რომ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მე შემიძლია, რომ მით უმეტეს მივაყარო ყველაფერს მიწა და აქ ავარ. ბოლო-ბოლო შიმშილით არ მომკვდარ ვარ და 7-და წყნარად მეც ვიცხოვ, რომ და საერთოდ არ შემაწუხოს არაფერმა. 2 და 3% შენ შემოგევლე დაახლოებით 100,000 ადამიანია და 100,000 ქართველი რო დადგეს იდეის ირგვლივ და ხელი გაანძრიოს საქმის გასაკეთებლად, ცოტა არა. 100,000 ქართველი დიდგორზე არ ყოლია აღმაშენებელს. 100-ია ეს, 100. კაი, ჩემო კარგებო. დაგემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და შეთავაზება ქოცებს რჩება ძალაში. ზდილობიანი ლაპარაკი გინდათ, ზდილობიანი დისკუსია გინდათ, არ გაგლანძღავთ, არ შეგაგინებთ, მაგრამ ახლა გაგაფარჩაკებთ და თუ გინდათ თქვენი მთავარი პროპაგანდონი რამიშვილი მომიყვანეთ. კი ბატონო.
კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.